აეროპორტის გზატკეცილზე ბავშვთა კლინიკის წინ მდებარე საცხობში შემთხვევით არ მოვსულვართ. ამ ობიექტზე ჩვენ ვიყავით და მაშინ საკმაოდ დარღვევები იყო და იმედი ჰქონდა რომ გამოასწორებდნენ. შემდეგ კი მივიღეთ წერილი, სადაც აი როგორ გითხრათ, სასაცილო ნამდვილად არა, აღმაშფოთებელი ვიდეო ვნახეთ და ამ ვიდეოს გაჩვენებთ თქვენს. წრუწუნა დარბის დახლებზე. ოღონდ პროდუქცია არ არის, ანუ ალბათ ღამის საათებშია გადაღებული, დახლები არის ცარიელი და აი აქ პატარა თაგუნია ძალიან ლაღად დარბის. რა თქმა უნდა, ეს იყო საგანგაშო სიგნალი და ჩვენც მოვედით ამ საცხობში. სწრაფი კვება. აეროპორტის გზატკეცილი ნომერი 71. არ შეგვინიშნი არავითარი მაგის იმისა არაფერი არ ხო რაღაცა და დატოვოს კვალი იმან გაქვია რაც ნახეს წრუწუნა ხო კვალი და დატოვოს დილას ხო ჩვენ ანუ თქვენ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია? კი ვნახეთ მაგრამ აი მე მგონი ცრუგანგაშიყო არ ვიცი რა მაგრამ თქვენი ობიექტი როა და შიგნიდან არის ეს წრუწუნა? ნუ შეიძლება სადღაც მოდით ერთად მოვძებნოთ. გამწოვი გაპრიალებულია, კედელი სუფთაა. მასე სახშიც რემონტი ჰქონდა, ევრორემონტი და იმიდან შემოვიდა გამწოვს, შემოყვარ შლანგს და ერთი თვე ვერაფერი ვერც დევიჭირე, ვერც გავაგდე. სანამ უკან არ გაყვა იმ შლანგს. ანუ ერთი თვე სტობრად ყავდათ ოჯახში. მესისღებოდა სახში შესლა, ერთი თვე. მესმის, ძალიან სწორად შლანგს გაყვა და იმითა ვერ დევიჭირე. კი ბატონო, მაგრამ ობიექტზე არ უნდა იყოს და იმედია რომ არ იქნება. ბადი არის, მაგრამ წერები მაინც შემოდიან სამწუხაროდ. ძალიან გადათხრილი იყო ეს ყველაფერი და შეიძლება კარი რამე ღია იყო და რამე მოხდა და შემოვიდა, ხო. ასე მე ამას ვფიქრობ, სხვა არანაირად ხო ამას დილას წმინდა საცხა კვალი ხო და დატოვოს. ბა აი აქ არის ღმული და აქაც აქ არის კვალი. აი სავარაუდოდ აქედან შემოდის. აი აქ არის ქალბატონო, აი კვალიც არის და ღრმულიც არის, კი ბატონო. აი წრუწუნის კვალი. აი ეგ არის და იქაც არის. და აი ეგერ ღიობს ხედავთ, ამოტეხილი რო არის. აი სავარაუდოდ იქედან შედის და გამოდის. ეს კარად არის მოსაწესრიგებელი აუცილებლად, სადაც ამდენი რამე გააკეთეთ და მოაწესრიგეთ, აი ეს ღიობებიც მომიწესრიგეთ. არ იყო ეს ფეიკი, არ იყო ეს ყალბი სიგნალი, ანუ მინიშნება იყო აბსოლუტურად მართებული და ჩვენც მოვედით და აღმოვაჩინეთ ის, რაც თქვენი თვალით ნახეთ. პროდუქციაზე მოგიყვებით, უბრალოდ ეს არის საცხობის სტანდარტული ასორტიმენტი, ხაჭაპურები, ღვეზელი, გურული ღვეზელი და ასე შემდეგ. სისუფთავეზე რა გითხრათ, დახლები სუფთა ჩანს, თუმცა აი ეს მტვერი და აი მაგალითად ვენტილატორიდან ცვივა რა თქმა უნდა ჭუჭყი და ნაგავი და აქვე პროდუქციის გაცემა. ქუჩაც არის ძალიან დატვირთული, დაბინძურებული ჰაერით, ბუნებრივია, როდესაც ამხელა მოძრაობა ამდენი ავტომობილია, ეს არის აეროპორტის გზატკეცილი, გზა სარფისკენ და ამიტომ ნამდვილად არ არის აქ სუფთა ჰაერი და ამიტომ არის ალბათ ამხელა ნადები და ამდენი ჭუჭყი და მტვერი. რა თქმა უნდა ესეც პერიოდულად უნდა გაიწმინდოს, არა მხოლოდ შიგნით, კედლები მე რასაც ხედავ სუფთაა, მაგრამ უნდა გაიწმინდოს ასევე ეს ტერიტორიაც, როცა ხდება პროდუქციის გადმოცემა. მადონას თვალს არაფერი გამოეპარება, თქვენ იცით. მე უბრალოდ შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში ვარ და ეს არის აეროპორტის გზატკეცილი ნომერი 71. ბავშვთა კლინიკის მიმდებარე ტერიტორია. ეხლა მინდა ხაჭაპურის მოხვევის მომენტი, წეღან რაღაც მოვყარი თვალი და მინდა რომ ისევ დავწმუნდეთ, ხო რამე არ მეშლება. უბრალოდ აი რას არ ვეთანხმები, ნახეთ, თქვენ ეხლა გაიკეთეთ ხელთათმანი და ყველი ამოიღეთ ხელთათმანიანი ხელი. და სანამ აი ჩვენ იქ ვიღებდით, მანამდე გადაღებულია, როდესაც თქვენ შიშველი ხელით ეხებით და იღებთ ყველს. ყველი არის ძალიან სათუთი პროდუქტი და ძალიან გთხოვთ, ეცადეთ, რომ აი ესე მუჭით არ ამოიღოთ არასდროს ხელთათმანის გარეშე. ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის, ეს უნდა იყოს ნორმა თქვენი. ეხლა აქ გატანილია ზეთი და ეს იმიტოა გადასხმული, იქ ვნახეთ ცარიელი რეზერვუარი, რომ ზეთს სულიან და გამახარა ნამდვილად ცარიელი რეზერვუარი, რომ დავინახე, სწორია. მაცივარს რაც შეეხება კოროზია არ უნდა იყოს, თუმცა მაცივარი გარეცხილია და სუფთა არის. ბევრად სხვა სიტუაცია დაგხვდა. ის ვიდეო რა არ ყოფილიყო ჩვენ არ მოვიდოდით და თხოვნა გვაქვს ისეთი რომ აი
აუცილებლად შესაბამისი კომპანია გამოიძახეთ, თქვენ ვინაიდან არაკეთებთ მღნელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს და პატარა წუწუნა შემოგეჭრათ ობიექტზე. ხო, ეცადეთ რომ ეს აღარ იყოს და მაქსიმალურად ყურადღება მიაქციოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისგებლობა გაქვს. თქვენ წინ არის ბავშვთა საავადმყოფო და ძალიან ბევრი მშობელს აქედან მიაქვს საკვები.